Დღემშვიდობისა BMG-ს პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ჟურნალისტი ლიკა მეგუთნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზარებთ. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში, მოკლე ანონსი ვნახოთ ამის შესახებ და რამდენიმე წუთში გიბრუნდებით სტუმართან ერთად. საქმიან კვირას და პარასკევი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 7 ნოემბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ თინათინ სამყურაშვილს და ნინო აფსანძეს. საქმე, რომელიც სიყვარულით 2016 წლიდან კეთდება და კომპანია, რომელმაც ათეულობით ადამიანს საოცნებო ხის სახლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აუშენა. დიდოსტატის გამოცდილებაზე მომხმარებლის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე ქალების ნარატივის სტუმარი კომპანია დიდოსტატის დამფუძნებელი თინათინ სამყურაშვილი იქნება. საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს დეველოპერულ კომპანიებს მოთხოვნადი ფინანსურად მომგებიანი პროექტების შექმნაში და მათ კომერციალიზაციაში. უფრო დეტალურად რა მიმართულებები ერთიანდება საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს პორტფელში, როგორია ტენდენციები და დინამიკა ამ და სხვა არაერთ საინტერესო მიმართულებაზე ქალების ნარატივის სტუმარი ნინო აფსანძე საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი იქნება. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენ საქმიან ეთერს დიდოსტატს ვუთმობთ კომპანიას, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, როგორც ამბობენ, არაერთ ადამიანს მისცეს მშენებლობა თავისი ოცნების ხის სახლი აეშენებინათ. კომპანიის საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ხის კოტეჯების, სასტუმროებისა და მულტიპროფილური სახლების აშენებას მოიცავს. დიდოსტატის პროექტები, როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქებში ხორციელდება და რაოდენობაში ზრდაც წლიდან წლამდე შესამჩნევია. რა მონაგარით ასრულებს წელს კომპანია და რა მიმდინარე თუ განხორციელებულ პროექტებს იტევს მისი პორტფელი, დეტალებს ახლა დიდოსტატის დამფუძნებელი თინათინ სამყურაშვილი მოგუყვება, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ დროისთვის, სტუმრობისთვის, თინათინ და პირველად არ ხართ ჩვენს ეთერში და ისტორიასაც კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელი, როგორ შეიქმნა და განვითარდა დიდოსტატი. ამჯერად მინდა რომ ჩვენი საუბარი წლის, ყოველ შემთხვევაში 3 კვარტლის მაინც შეჯამებით დავიწყოთ, რაც არის ამ შემთხვევაში ხელშესახები. როგორი იყო 2025 თქვენთვის? მოგესალმებით, მივესალმები BMG-ს მაყურებელს. პირიქით მე მოგახსენებთ დიდ მადლობას მოწვევისთვის. 2025 წელი ყოველი წელი, შემდეგი წელი ჩვენთვის საინტერესოა თავისი პროექტებით, ასე ვთქვათ. ყველა შემდეგი წლის პროექტები ახალი გამოცდილება, ასე ვთქვათ, ჩვენთვისაც, ვინაიდან დამკვეთების ასე ვთქვათ, გემოვნება უფრო და უფრო იხვეწება ამ მიმართულებით, უფრო მეტია მოთხოვნები და შესაბამისად ჩვენც ტექნიკურად უფრო და უფრო ვითარდებით. 2025 წელში ავაშენეთ არაერთი პროექტი, მათ შორის გამოვყოფ მაღალმთიან რეგიონებში, განსაკუთრებით მძიმე კლიმატურ პირობებში მოგვიწია ზამთრის პერიოდში რაჭაში მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს პროექტი წარმატებით დასრულდა. იმ ვადებში, რავადებით, ხელშეკრულებით რავადების ჰქონდა მიცემული დამკვეთისთვის და ასე ვთქვათ, ყველა დასრულებული, წარმატებით დასრულებული და პირობა მიცემულ ვადაში დასრულებული პროექტი ჩვენთვის კიდევ ერთი თავდაჯერებულობის გარანტია, ასე ვთქვათ. თინათინ, რამდენი პროექტი ერთიანდება უკვე ამ ეტაპზე თქვენს პორტფელში და რამდენად დივერსიფიცირებულია თავის სახეობების მიხედვით, კოტეჯებით, აპარტამენტებით, სასტუმროებით და ასე შემდეგ? აი საერთო რიცხვი ასე რომ ვთქვათ, სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გასაქიე ტურისტულად განკუთვნილი სასტუმროს ტიპის კომპლექსები, აი ერთიანად მიახლოებით რიცხვი შემიძლია ვთქვა, რომ არის დაახლოებით 200-მდე. აი ზუსტი რიცხვი არ დაგვითვლია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი სასტუმროს ტიპის კომპლექსები მოიცავს რამოდენიმე კოტეჯს თავის თავში და ამიტომ აი დაახლოებით არის, ასე ვთქვათ, 200-მდე.
ეს 200 რაზე მოდის ძირითადად დიდწილი ამ 200-დან და აი რეგიონების მიხედვითაც რომ ჩავშალოთ ეს დაახლოებით სად არის ძირითადი კონცენტრაცია თქვენ მიერ შესრულებული პროექტებში? აი სხვადასხვა ეტაპზე ასე ვთქვათ ეს სხვადასხვა წილი აი მოდის მეტი წილი არის მაინც სასტუმროს ტიპის კომპლექსები ასე ვთქვათ. თუმცა აი პანდემიის პერიოდში მაგალითად უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა სააგარაკე სახლებზე მოთხოვნა, მაგრამ აი რაც გამოვედით ასე ვთქვათ ამ პანდემიიდან უფრო გამოიკვეთა, აი მანამდე იყო სასტუმროს ტიპები, სასტუმროები აი 2 სართულიანი, 3 სართულიანი, მაგრამ აი პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ადამიანებისთვის ძალიან სიმშვიდის გარანტია ასე ვთქვათ კოტეჯებში თავისუფალი დროის გატარება და ამიტომ არჩევანს აკეთებენ უფრო პატარა ზომის კოტეჯებზე ასე ვთქვათ, ვისაც უნდა გასაქირავებლად და ტურისტული მიზნით. ძირითადად რა აი ეს პატარა ზომაში რა მოიაზრება? 35 კვადრატულიდან იწყება კი. 35-დან და თუმცა არის 24 კვადრატულიანიც, რომელიც 2 პერსონაზე მოიცავს. ეს ყველა საჭირო აღჭურვილობით, ხო, დაწყებული, არ ვიცი, სველი წერტილიდან დასრულებული, აივნის და რაღაც ტერასის შესაძლებლობაც არის სურვილის მიხედვით, ხო? კი, თავისთავად ეს ყველა კოტეჯი შენდება კლიენტის გემოვნების მიხედვით. ჩვენი წვლილი ასე ვთქვათ არის მხოლოდ მშენებლობის ნაწილში ამ მხრივ და ასევე ვაძლევთ რა თქმა უნდა რეკომენდაციას ტექნიკურად რა არის გამართლებული ხესთან მიმართებაში. აი ძირითადად რაზე არის მოთხოვნა და საიდან არის მოთხოვნა აი ესეც რომ განმარტოთ და ამ შემთხვევაში რა გასათვალისწინებელი ფაქტორებია თუნდაც აი რეგიონების და მიხედვით რომ ორიენტირდეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს. ხო აი თანაბრად ალბათ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უფრო არის ამ ბოლო პერიოდში აი ხა რაღაც ოფიციალურ სტატისტიკას ავფლობ თავისთავად მაგრამ აი ჩვენი კომპანიიდან გამომდინარე უფრო მაღალმთიან რეგიონებში აი რაჭა მაგალითად გუდაური ყაზბეგი აი ძალიან დიდია მოთხოვნა ამ რეგიონებიდან თუმცა ძალიან გააქტიურებულია კახეთიც ასე ვთქვათ საინტერესოა ეს კოტეჯების მიმართულება ძირითადად აქტიური კოტეჯების მიმართულება კი ტურისტული მიზნით ასე ვთქვათ კი და საინტერესოა აი საცხოვრებლად უკაცრავად გაგაწყვეტინეთ საცხოვრებლად მაინც მეტი წილი მოთხოვნა არის თბილისის და მცხეთის მიმდებარე სააგარაკე ზონებიდან თქვენი მხრიდან ასე ვთქვათ რას უზრუნველყოფთ არის თქვენი გუნდი რომელიც ჩადის და ადგილზე ხელმძღვანელობს არ აუთსორსის პრინციპს იყენებთ და ქირაობთ რაღაც ერთჯერადად კონკრეტულ რეგიონებში ყავთ ასე ვთქვათ პარტნიორები თუ როგორ ხელმძღვანელობს აი მათ შორის მე თუნდაც რაღაც სვანეთში ვარ და ვაპირებ რომ თქვენ გეკონტაქტოთ და ვიცით რომ არ ოპერირებთ ადგილზე უშუალოდ კომპანია იქ არ არის მაგრამ აი რა მექანიზმებით მუშაობთ პირველ ეტაპზე თვითონ გვიკავშირდებიან არის შესაძლებლობა რომ ესე ფოტო გამოგვიგზავნონ ამის მიხედვით ჩვენ რაღაც გათვლები გავაკეთოთ ფინანსური კუთხით და თუ არის იმათთვის ხელსაყრელი ამ შემთხვევაში ჩავდივართ ადგილზე და ვნახულობთ მერე უკვე სამშენებლო ადგილს ამ მშენებლობის დაწყებამდე ადგილის მონახულება აუცილებელი პირობა ვინაიდან აი ზოგჯერ სხვადასხვა ჩარევას საჭიროებს თქვათ მშენებლობის დაწყებამდე მიწეს სამუშაოებია მოსამზადებელი ასე ვთქვათ და ვისთვისაც არ არის ვთქვათ პრობლემა ჩვენ გვაქვს ავჭალაში ოფისი იქ მოდიან და გავდივართ ყველა საკითხს დეტალურად. აი თქვენ ადგილის შემოწმება ახსენეთ. შესაძლოა რომ ამ შემოწმებით დადგინდეს რომ ისე თუ ის ადგილი არ არის ვარგისი კოტეჯის ასაშენებლად. აი თუ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ადგილზე არის შესაძლებელი ხის კონსტრუქციის მშენებლობა. აი სიმართლე გითხრათ ახლა ამ 10 წლიან მოღვაწეობის პერიოდში ასეთი ადგილი არ ყოფილა რომ მშენებლობა არ ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა აი ისევე როგორც ბეტონის ნაგებობა ხის სახლების მშენებლობის შემთხვევაშიც აი უბრალოდ წარმოდგენა ადამიანებში რომ ხის სახლი შეიძლება რომ ნებართვის გარეშე აშენდეს. გადის ყველა იმ აბსოლუტურად შეთანხმების დოკუმენტაცია აუცილებელია აი გამგეობასთან მიმართებაში, რაც არის ბეტონის ნაგებობის შემთხვევაში. ამიტომ ეს ამის ნებართვა უნდა მოგვცეს თქვათ გეოლოგმა, კონსტრუქტორმა და ასე შემდეგ. ამას მარტო ჩვენ არ ვწყვეტთ არის თუ არა მშენებლობა შესაძლებელი. და ხშირ შემთხვევაში ეს საკითხი უკვე გარკვეული აქვთ
დამკვეთებს და ისე მოდიან ჩვენთან. ამიტომ რომ აი ასეთი შემთხვევა არ გქონია, უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ აი ფინანსურად უფრო მომგებიანია წერტილოვან ფუნდამენტზე ამ სახლების აშენება და ასევე ამ სახლების სიმძიმისთვის ეს ყველაფერი საკმარისია. თუ არ ამის ნებართვა არ მოგცვა თქვა კონსტრუქტორმა, ამ შემთხვევაში არის თქვა ბეტონის ფუნდამენტი, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია საჭირო, ან კლიმატური პირობებიდან გამომდინარე იმ რეგიონებში, სადაც არის მაღალი ტენიანობა, არ არის რეკომენდირებული წერტილოვანი ფუნდამენტი, ვინაიდან რკინა კოროზირდება და ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ იყოს ბეტონის ფუნდამენტი. და მათ შორის მოვლის ნაწილშიც გასცემთ რეკომენდაციას. რა არის ძირითადი რჩევები, სანამ უკვე ასე ვთქვათ, გადავალთ სხვა თემებზე, რომ ისიც დავუტოვოთ თქვენს შესაძლო პოტენციურ მომხმარებლებსაც. დიახ, აი მოვლის ნაწილშიც ერთადერთი რეკომენდაცია არის გადაღებასთან დაკავშირებით. ეს იღებება მაღალი ხარისხის სამკომპონენტიანი საღებავებით ჩვენი სახლები, მაგრამ ორი იმისთვის, რომ ეს ერთ-ერთი კომპონენტი არის ანტისეპტიკი, რასაც შეიცავს საღებავი. იმისთვის, რომ ხე იყოს დაცული, იყოს პარაზიტებისგან, ასევე იყოს დაცული მზის სხივებისგან, აუცილებელია დაახლოებით პირველ ეტაპზე გადაიღებას 2-3 წელიწადში, 2-3 წლის შემდეგ, ასე ვთქვათ. მაგრამ შემდეგი გადაღებისვა და უკვე ხანგრძლივდება, შეიძლება იყოს ეს 7-8 წელი და ასე შემდეგ. კი ბატონო. რაღაც პერიოდულობით სულ იქნება გადაღება საჭირო. მოთხოვნა ახსენეთ, რომ მზარდი არის, დაახლოებით ყოველწლიურად რა პროცენტული მაჩვენებლით ზრდაზე შეგვიძლია რომ ვისაუბროთ და რა განაპირობებს აი მოთხოვნის ზრდას? ცნობიერება შეიცვალა და უფრო მეტი ნდობა წამოვიდა საზოგადოების მხრიდან აი ამ ტიპის შენობებზე, როგორ კი, აი თავიდან არ იყო ესე დიდი ზრდა მოთხოვნების მხრივ, მაგრამ აი დაახლოებით 3-4 წლის ბოლო 3-4 წელია, ასე ვთქვათ, თითქმის გაორმაგებულია მოთხოვნა. ცნობიერება შეიცვალა მნიშვნელოვნად. თუ თქვათ თავიდან დამკვეთების დიდი წილი მოდიოდა და შეკითხვები იყო მხოლოდ ვადებთან დაკავშირებით და ერთეული კლიენტი კითხულობდა თქვათ რაღაც მასალების საიმედოობას და ასე შემდეგ. დღეს უკვე ბევრად ამაღლებულია, ასე ვთქვათ, ცნობიერება და კითხვებია თბოეფექტურობასთან დაკავშირებით, თანამშრომლების გამოცდილებასთან დაკავშირებით, კომპანიის საიმედო მნიშვნელოვნად იკვლევენ, ასე ვთქვათ, და მასალების ხარისხს, საღებავის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ჩვენთვის ერთგვარი კომფორტიც არის სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აი უფრო მარტივია კლიენტს აუხსნა, იგივე ფასზე რა მოქმედებს, იგივე რა განსხვავება, ვთქვათ, ჩვენსა და სხვას შორის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ჩვენთვის, ასე ვთქვათ, უფრო ბენეფიტია, რა თქმა უნდა. ფასების ნაწილში რა ხდება, იმიტომ რომ იმპორტდამოკიდებულია ეს მიმართულებაც, ნედლეული შემოგაქვთ სხვა ქვეყნიდან და აი ამ თვალსაზრისით ეს რაღაც მიწოდების ჩაჭვების რღვევას გლობალურ პროცესებს თავის მხრივ ექნება გავლენა, ხო? კი, აი ბევრი ფაქტორი მოქმედებს ფასებზე. ერთია ნედლეულის ფასი, რომელიც ხან მნიშვნელოვნად იზრდება, ხან უმნიშვნელოდ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ფასზე მოქმედებს. ამას ემატება ტრანსპორტირების ამას კი, აი ტრანსპორტირების ხარჯი ემატება, ეგეც მნიშვნელოვანი ნაწილია. ემატება მუშახელის ანაზღაურება, რომელიც აი ძალიან შეიცვალა, ასე ვთქვათ, ამ ბოლო წლების განმავლობაში. და ასევე მოქმედებს ფასებზე, ასე ის რომ ცნობიერება ამაყლდა, სტანდარტებიც შეიცვალა დამკვეთების მხრიდან და არის ბევრი რაღაც ინდივიდუალური მოთხოვნები აქვთ, რომ სხვისი სახლი განსხვავდებოდეს სხვისგან, რაღაც მნიშვნელოვანი დეტალებით, მაგალითად გადახურვის ტიპით, ტერასის ტიპით და ეს განსხვავებები საბოლოო ჯამში ზრდის მასალის ხარჯებს, სამუშაო დღეების ხარჯებს და ასე რომ საბოლოო ჯამში ეს აისახება საბოლოო ჯამში თვითღირებულებაზე. რამდენად იზრდება ამ მხრივ აი პროცენტული მაჩვენებლებითაც რომ განსაზღვროთ, თუნდაც ერთწლიან პერიოდში? აი დაახლოებით 15-20%-ით იზრდება ყოველწლიურად. და რა გვიჯდება საბოლოო ჯამში? აი საბოლოოდ ამ ეტაპისთვის 1400-1500 ლარის ფარგლებში მერყეობს. კვადრატული სხირებულება, მაგრამ ბარდება დასრულებულ მდგომარეობაში. რაღაც რომელიმე ბანკთან, საფინანსო ინსტიტუტთან ჭიდრო, რომ რაღაცა მომხმარებელს კონდეს იმის გარანტია, რომ შემდეგ უკვე თუნდაც რაღაცა
ცესხის აღების ნაწილში გადავა და ბანკში. აი ეს თვითონ გადახდა გადანაწილებული 4 ეტაპად და შესაბამისად ჩვენ არ თანამშრომლობთ ბანკებთან, თვითონ კლიენტებს თავისი ინდივიდუალური ისტორიის მიხედვით აქვთ თანამშრომლობა და შეუძლია რომ აიღონ ინდივიდუალურად ცესხი და შემდეგ უკვე კი ბატონო და ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ ვისაუბროთ ვადებზე, ტექნიკურ დეტალებზე. აი დაახლოებით რა პერიოდი უნდა გავითვალისწინოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, რა შეიძლება დაემატოს საბოლოო ხარჯს. ერთი არას ვიხდით თვითღირებულებაში და მეორე არის დამატებით რა შეიძლება მოგვინდეს, რაც არ არის ამ ფასში გათვალისწინება. აი, როდესაც ჩვენთან მოდის კლიენტი და ვთქვათ ვითვლით ღირებულებას, იმ ხარჯებს არაფერი აღარ ემატება, გარდა იმისა, რომ აი თვითონ ეს არქიტექტურული სამუშაოები რაღაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს დამოკიდებულია რა ზომის არის კოტეჯი, ვთქვათ 60 კვადრატულამდე ზომის კოტეჯებისთვის უფრო ნაკლები საბუთია საჭირო და 60 კვადრატულის ზემოთ უფრო მეტი საბუთია საჭირო და ეს ყველაფერი გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ვადებს რაც შეეხება ჩვენი მხრიდან, აი გააჩნია ზომას, აი ყველაზე დიდი ბევრჯერ ვამბობ და ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დაახლოებით 60 კვადრატულამდე კოტეჯები და საჭიროებს თვე-ნახევარს, მაქსიმუმი 2 თვე სეზონს გააჩნია, აი ახლა ვთქვათ ზამთრის პერიოდში შეიძლება ამინდმა გავლენა მოახდინოს სამშენებლო პროცესზე და ვთქვათ მაქსიმუმი იყოს 2 თვე. და დანარჩენი აი ეს ნებისმიერ სეზონზე ვადა არის უცვლელი. ნებისმიერ აი შეიძლება არც იყოს სეზონი ხელის შემშლელი, ისე დაემთხვეს ეს ყველაფერი და ისე აეწყოს, მაგრამ მაინც როცა არის ვთქვათ მოსალოდნელი ნალექი, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ დიდ ვადას, რომ მე არ მოგვიწიოს პირობის შეცვლა და ამკვეთდა. ერთი წუთიც აღარ გვაქვს და მინდა რომ რაღაც გეგმები შევაჯამოთ კომპანია, მათ შორის თუ არის დაგეგმილი კონკრეტული პროექტები და ზოგადად როგორ უყურებთ 2026 წლის მოახლოებას, რა სიახლეებს გააცნობთ თქვენს მომხმარებელს თუ პოტენციალს? კი, აი ჩვენი გეგმები დამოკიდებულია ჩვენი კლიენტების გეგმებთან, ასე ვთქვათ, მივყვებით როგორც ყველა სხვა სფეროში, ამ სფეროშიც არის გარკვეული მოდის ტენდენციები, ასე ვთქვათ, მივყვებით ამ ტენდენციებს. შეიძლება ითქვას, რომ პულსზე გვიდევს ხელი და ესე ვადევნებთ თვალყურს და გვინდა რომ ტექნოლოგიურად არ ჩამორჩეთ არც საქართველოში ვთქვათ კლიენტების მოთხოვნებს და არც მსოფლიო ტენდენციებს, ასე ვთქვათ. გეგმები არის ის, რომ ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი კოტეჯი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ტურიზმი ახლა ვითარდება, ასე ვთქვათ და არ იყო აქამდე პოპულარული და ეს გარკვეულწილად ჩვენი მონაწილეობაც არის ქართულ ტურიზმში, სადაც შენდება კოტეჯები, ის რეგიონები ტურისტულად უფრო აქტიური ხდება შესაბამისად და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის. წარმატება, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო ამბების გაზიარებისთვის, რაც აუცილებლად დაეხმარება დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ფიქრობს ან გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა, ააშენოს თუ არა ხისგან რაიმე სახის იქნება ეს კოტეჯი თუ სასტუმრო და ასე შემდეგ კონსტრუქცია, ამაში უკვე დიდოსტატი არის, მოკლედ მზადყოფნაში. სრულ მზადყოფნაში, როგორც აღნიშნავენ თავად. მადლობა თინათი სამყურაშვილი, დიდოსტატის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, რაც შეეხება მომდევნო თემას, მოგიმზადეთ სიუჟეტი 21 საუკუნის ყველაზე ცნობილი ნაგებობების შესახებ, ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში. მე-21 საუკუნის არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებული ფურცელია ეპოქა, სადაც შენობა უბრალოდ სივრცე აღარ არის. ის გახდა იდეის მატარებელი, სახელმწიფოების პრესტიჟისა და ძალაუფლების სიმბოლო, ტექნოლოგიური ძლიერებისა და კულტურული იდენტობის გამოხატულება. თუ გასული საუკუნეები არქიტექტურის სტილსა და ფორმას აფასებდნენ, 21 საუკუნემ მას სულ სხვა აზრი და შინაარსი შესწირა. ინოვაცია, სიმბოლიზმი და მასშტაბი გახდა მისი მთავარი ღერძი. შენობა, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს თანამედროვე არქიტექტურის
ტარს დუბაის ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა. $1.5 მილიარდით შეფასებული პროექტის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა და მას შემდეგ ბურჯ ხალიფა არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობად, არამედ დუბაის ეკონომიკურ და კულტურულ სიმბოლოდაც იქცა. ფუტურისტული დიზაინითა და ისლამური არქიტექტურის მოტივების შერწყმით შექმნილი ნაგებობა აერთიანებს ოფისებს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებსა და ტურისტულ სივრცეებს. დუბაის ცაში გაჭრილი ეს შენობა ექსპერტების მიერ თანამედროვე ინჟინერიის ტრიუმფად არის შეფასებული. ნაგებობად, რომელმაც დუბაის როგორც მომავლის ქალაქის ბრენდი განსაზღვრა. 21 საუკუნის ყველაზე გამორჩეული შენობების ძიება დუბაი და ლონდონამდე მიგვიყვანს. ევროპის ფინანსური ცენტრის მოდერნიზაციის სიმბოლო შარდი არქიტექტორ რენცო პიანოს ნამუშევარია. 39 მეტრიანი შენობა 2012 წელს გაიხსნა. ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა და ბუნებრივი ვენტილაცია მას ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ცათამბჯენად აქცევს ევროპაში. აღსანიშნავია, რომ შარდი არა მხოლოდ ქალაქის პანორამას ცვლის, არამედ აერთიანებს კონცეფციას, რომელსაც ავტორი ვერტიკალურ ქალაქს უწოდებს, სივრცეს, სადაც მუშაობა, დასვენება და ცხოვრება ერთ სივრცეში ერთიანდება. ეს არის ლონდონის ურბანული ფუტურიზმის მაგალითი, ბრიტანული ტრადიციისა და თანამედროვე ტექნოლოგიის შერწყმა. შარდს არც მარინე ბეისენს ჩამოუვარდება 2010 წელს სინგაპურში გახსნილი შენობა, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, სავაჭრო ცენტრს, თეატრებს, მუზეუმებს, ასევე ბიზნეს ცენტრებს. ფაქტობრივად ეს არის ქალაქი ქალაქში. შენობა არა მხოლოდ ტურისტული ცენტრი, არამედ სინგაპურის გარდაქმნის სიმბოლოა. აზიური ვეფხვის, რომელმაც რეგიონის ფინანსური და კულტურული ჰაბის როლი ითავა. ამავე დროს ეს არის ადგილი, სადაც ქალაქი ცასხვდება. 3 გიგანტური კოშკი ერთმანეთს სკაიპარკით უკავშირდება. 340 მეტრიანი ტერასით, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უსასრულო აუზი მდებარეობს. ჩიტის ბუდე, ასე უწოდებენ პეკინის ეროვნულ სტადიონს, მისი სრულიად უჩვეულო და გამორჩეული სტრუქტურის გამო. სტადიონი, რომელიც 2008 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა, მალევე იქცა ჩინეთის ახალი ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ. ღია, ინოვაციური, მაგრამ მკვეთრად კონტროლირებული. არქიტექტურული ფორმა სიმბოლურად გადმოსცემს ბუნებისა და ტექნოლოგიის შერწყმას, ჩინური კულტურის ძველი და ახალი ფასეულობების ერთიანობას. და ბოლოს, კულტურის გლობალურ ხიდსაც მივადგეთ. ლუვრი, აბუ-დაბი. 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კულტურული პროექტი ახლო აღმოსავლეთში. მისი გიგანტური გუმბათი, რომელიც 7850 მეტალის ვარსკვლავისგან შედგება, ქმნის უნიკალურ შუქის წვიმის ეფექტს, არაბული არქიტექტურის თანამედროვე ინტერპრეტაციას. მუზეუმი აერთიანებს დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს, აჩვენებს კაცობრიობის საერთო ისტორიას და ამტკიცებს, რომ კულტურა გლობალური დიალოგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა ბანკებმა სულ 37371 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7%-ით, ანუ 4958 არის შემცირებული. თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 3 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან 2025 წლის სექტემბერში გაცემული იპოთეკების საშუალო 3% განაკვეთი ლარში 12.91% შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ული პუნქტით მეტია. 2025 წლის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკის საშუალო მოცულობა 86,700 ლარია, მაშინ როცა წინა წელს ის მაჩვენებელი 73,000 ლარი იყო. ეს ერთი მხრივ უძრავი ქონების გაძვირებით, მეორე მხრივ კი სების მიერ პირველადი შენატანის მოცულობის შემცირებით არის განპირობებული, თუკი წარსულში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 15% უნდა ყოფილიყო, 2025 წლის თებერვლიდან სებმა ეს მაჩვენებელი 10%-მდე შეამცირა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ბინის ღირებულების 90%-ის კრედიტით დაფარო. აღნიშნული გადაწყვეტილება სებმა იპოთეკური სესხების რაოდენობის კლების შესაჩერებლად მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად წელს იანვარ-აგვისტოს ბანკების მიერ 4958-ით უფრო ნაკლები იპოთეკა გაიცა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. რატომ მცირდება და იპოთეკური სესხების ოდენობა რატომ იკლებს და კრედიტების ტემპი და რა შესაძლო რისკებს შეიძლება აჩენდეს ეს მოცემულობა ამ და უძრავი ქონების ბაზრის სხვა აქტუალურ საკითხებს ახლა საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელთან ნინო აბსანძესთან ერთად მიმოვიხილავთ, რომელიც გვერდდება როგორც ყოველთვის საქმიანი ამბებით. ნინო,
მადლობა, ძალიან დიდი. მოგესალმებით. თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და ბევრი გვაქვს ალაპარაკო, იმედი მაქვს დრო გვექნება საკმარისი ამისთვის. მინდა რომ დაკრედიტების თემით დავიწყოთ. ბოლო პერიოდია რაღაც ტრენდად იქცა და ამ ტენდენციას თვალს ვადევნებთ, რომ მცირდება იპოთეკური სესხების ოდენობა. რა არის თქვენი აზრით ამის მიზეზი? რა რეალობის წინაშე დადგა ეს ბაზარი და შემდეგ ვისაუბროთ ასევე იმ რისკებზე, რაც თანდევი შეიძლება იყოს აი ამ მოცემულობას. ზოგადად თქვენც აღნიშნეთ, რომ ჯამურად გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა გაზრდილია, იმიტომ რომ ფასი გაიზარდა და მოცემულობა შეცვლილია, თუმცა ძალიან გართულდა იპოთეკური სესხის სარგებლობა, ვინაიდან იმისთვის, რომ დოლარში აიღო სესხი, ესე ვთქვათ, 750,000 ლარზე მეტი უნდა იყოს სესხის მოცულობა. შესაბამისად, ლარში გაძვირებული სესხის პროცენტი, რასაკვირველია, უკვე ისევ გაზრდილ უძრავი ქონების ღირებულებაზე კიდევ უფრო მკვეთრად აისახება და შესაბამისად იპოთეკური სესხის ასაღებად ბანკებს მიმართავენ უფრო მაღალშემოსავლიანი კლიენტები. და ეს გარდაისახა იმაში, რომ თავის მხრივ ზოგადად ბანკებმა შეცვალეს პოლიტიკა დეველოპერული კომპანიების დაფინანსების კუთხით და დღეს ძალიან ესე ვთქვათ შერჩევა ხდება ძალიან ბევრი ისეთი დეტალებზე დაკვირვები თუ ვის რომელ დეველოპერულ კომპანიას დაფინანსებს ბანკი და ძირითადად ესენი არიან უკვე მსხვილი დეველოპერული კომპანიები, ხოლო პატარა კომპანიებს შედარებით ნაკლებად აქვთ საბანკო რესურსზე წვდომა და ისინი დიდი დოზით შიდა განვადებებით ცდილობენ კლიენტების, ესე ვთქვათ, გაყიდვების გაზრდას. თუ კი პირობითად ადრე, ვთქვათ, ძირითად შემთხვევაში მშენებლობის ღირებულება დასრულებამდე უნდა დაგეფარა, დღეს ხვდებით ისეთ პირობას, როგორც არის მაგალითად გადაიხადე 10% მშენებლობის დაწყებისას და 20% დასრულებისას, 70% ბოლოს. ამიტომ უკვე ესე ვთქვათ, თვითონ დეველოპერული კომპანიების თავაზობენ ძალიან ეს მოქნილ გადახდის პირობებს კლიენტებს, შესაბამისად უკვე ამ კლიენტებს ურჩევნიათ, რომ შიდა განვადებით ისარგებლონ და ნაკლებად მიმართავენ უკვე ბანკებს იპოთეკური სესხით ფინის შეძენის პროცესში. მაგრამ შიდა განვადება თავის მხრივ რა რისკებს შეიძლება აჩენდეს თან, როდესაც ამან მიიღოს ზრდადი ხასიათი. ერთი მხრივ გულისხმობ რისკს მომხმარებლისთვის და მეორე მხრივ თავად დეველოპერისთვის. ჩვენ ჩემი კომპანია საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო ჩვენ ზოგადად დეველოპერებს ვეხმარებით ესე ვთქვათ მომგებიანი წარმატებული დეველოპერული პროექტების შექმნაში და ამ პროცესების გაყიდვებს და მარკეტინგს აქტიურად მართავთ. ამიტომ, როდესაც კლიენტი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას იმის თუ სად შეიძინოს უძრავი ქონება, რასაკვირველია ძალიან ბევრ დეტალს უნდა მიაქციოს დღეს ყურადღება. ერთის მხრივ ბანკებით დაფინანსებული პროექტები არის მეტი გარანტია იმ თვალსაზრისით, რომ პროექტის დასრულების რისკები და ფინანსური რისკები ნაკლებია და თვითონ დეველოპერულ კომპანიებსაც უკვე მეტი აქცენტის გაკეთება ჭირდებათ იმაზე, რომ ლიკვიდური პროდუქტი შექმნან, რომელიც ნამდვილად მოთხოვნადი იქნება. ხან ხშირად ხდებოდით ადრე ჩვენ, რომ ჩვენთან მაგალითად მოგმართავდნენ კომპანიები, რომლებსაც უკვე მშენებლობის ნებართვა აღებული ჰქონდათ, პროექტი შეთანხმებული და ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავდით ამ პროექტის გაყიდვების თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც ბანკით დაფინანსებული პროექტია, უფრო მარტივად მიდიხარ ამ პროცესში. დღეს გარანტიაც არის, ხო, რომ შენ ენდო იმ კომპანიას, იმიტომ რომ მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია უმაგრებს სულს. დღეს უკვე ჩვენ უკვე ესე ვთქვათ ტენდენციას ვხედავთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან მოდიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც უბრალოდ მიწა აქვთ და პროექტირების პროცესშივე უნდათ, რომ ჩართონ გამოცდილი ექსპერტები იმასთან დაკავშირებით, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქმნიან ისეთ პროდუქტს, რომელიც აუცილებლად გაიყიდება და მოთხოვნადი იქნება. ხშირად ამას უგულვებელყოფდნენ ადრე და დღეს ამაზე აქცენტი ძალიან მნიშვნელოვნად კეთდება. ხო, თქვენს პორტფოლიოზეც ვისაუბროთ აუცილებლად საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო, აი რა როგორ მუშაობს აი მიმართულებით, რამდენად დივერსიფიცირებულია დღეს თქვენი პორტფელი და მოთხოვნა როგორ შეიცვალა აი თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში, რაზე კეთდება აქცენტი დღეს? ჩვენ პორტფელში გვაქვს დაახლოებით 250 მილიონამდე ღირებულების დეველოპერული პროექტები. ძირითადად მაინც საშუალო და მაღალ სეგმენტში მუშაობს ჩვენი კომპანია და ჩვენი აქცენტები არის ისეთ პროექტებზე, რომელიც გარკვეულ განსხვავებულ
შეთავაზებას უკეთებენ კლიენტებს. მაგალითად ჩვენ პორტფელშია ლისი ტოპოგრაფი, ესეთი პირველი საკმაოდ მსხვილი უბნური დასახლება ქალაქის ცენტრში. გვაქვს 5-მდე პროექტი მხოლოდ საბურთალოზე. დღეს ტენდენციები შეცვლილია ბაზარზე იმ თვალსაზრისით, რომ კლიენტებს უკვე ბევრი მეტი ცოდნა აქვს თუნდაც ვიდრე 10 წლის წინ და ბევრი ისეთ ნიუანს აქცევენ ყურადღებას უძრავი ქონების შეძენისას, რასაც ადრე არ უყურებდნენ. დღეს მარტო საკუთარი ბინა აღარ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია როგორი ეზო გაქვს, როგორი სადარბაზო გაქვს, რამდენად უზრუნველყოფს კომპანია შემდგომში შენობის მოვლაპატრონობის სერვისს, რადგან გრძელვადიან კომფორტს უყურებს უკვე მომხმარებელი. შესაბამისად, დეველოპერული კომპანიებიც ერთი ზოგი სურვილი აქვს, ზოგი იზოლებულია, რომ უფრო მეტი შესთავაზოს კლიენტს იმისთვის, რომ ამ კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობა გქონდეს და თქვათ კლიენტის ინტერესი მათკენ გადაიხაროს. მაგრამ თქვენ ახსენეთ, რომ ეს დაკრედიტება გართულებულია თავად პროცესი, ბანკები სულ უფრო მეტად ასე ვთქვათ იკვლევენ და უფრო დიდი ასე ვთქვათ სიფრთხილით ეკიდებიან და რისკით თითოეული იპოთეკის გაცემას. აი ამან რა გავლენა მოახდინა მომხმარებელზე? რამდენად რაღაცა აი მაღალი სეგმენტი კი დარჩა, მაგრამ საშუალო და დაბალი რამდენად არის ისევ მოწოდების სიმაღლეზე? საშუალო და დაბალ სეგმენტში პირიქით გაზრდილია კიდევაც მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს არაფერხებს თუნდაც ეს დაკრედიტება ნაკლებად, იმიტომ რომ შედარებით დაბალი ticket price, ანუ ღირებულება ჯამური უძრავი ქონების და ის სეგმენტი ნაკლებად არის რაღაც ისეთ დეტალებზე ორიენტირებული, რაზეც პრემიალური სეგმენტი. შესაბამისად, თან როდესაც პირობითად გაიზარდა თქვათ საბურთალოზე 3 წლის წინ $750 რო იყო პირობითად ღირებულება უძრავი ქონების, დღეს 1500-1600, ამიტომ მოთხოვნად ესე ვთქვათ ეკონომ კლასზე ძალიან გაზრდილი არის. დღეს მაგალითად დიდი დიღომი ლიდერობს, სამგორი ლიდერობს გაყიდვებში. შესაბამისად, იქ შედარებით დაბალი ღირებულების უძრავი ქონება არის და მოთხოვნაც მაღალია და ძალიან აქტიურად იყიდება უძრავი ქონება. რა ტიპის უძრავ ქონებაზეა დღეს მოთხოვნა და რა მიზნობრიობით ყიდულობენ, მათ შორის თქვენი კლიენტები, რომლებიც მრავალფეროვანია პორტფელი, აი ამ თვალსაზრისით მათი მომხმარებლები ვინ არიან ძირითადად? საუბრობდით ეთერამდეც და ფაქტიურად ყველა ადამიანი გარკვეულწილად ინვესტორი გამოდის. დღეს საქართველოში თუ გაქვს თქვათ ჭარბი ისე ჟღერს, მაგრამ ექსტრა დამატებითი შემოსავალი, რომელიც რაღაცაში გინდა ინვესტიცია გააკეთო, ყველაზე უსაფრთხო საშუალება მაინც უძრავი ქონება არის, აქედან გამომდინარე ინვესტიციის თვალსაზრისით ყველაზე თქვა დეპოზიტზე ფულის დადების კარგი ალტერნატივა არის უძრავი ქონება, რომელიც მუდმივად მზარდი ფასით ხასიათდება და შესაბამისად აქეთ ძალიან ინტენსიურად მოდის კაპიტალი, ესე ვთქვათ. შესაბამისად, გააჩნია პროექტებში ცალსახად მაინც ყველა ინვესტორი ვართ, ესე ვთქვათ, ვინც უძრავ ქონებას ყიდულობს, არის რასაკვირველია საცხოვრებელი მიზნით შეძენის დიდი წილი, თუმცა საინვესტიციო თვალსაზრისით უძრავი ქონების შეძენას ასევე ძალიან დიდი წილი უჭირავს დღევანდელ გაყიდვებში. თუ სტატისტიკას შევხედავთ, ესე ვთქვათ, ფართობების მიხედვით, ალბათ 75 კვადრატულზე ქვევით უძრავ ქონება არის ძირითადი წილი, ესე ვთქვათ, გაყიდვების ნაწილში საცხოვრებელ უძრავი ქონების მიმართულებით და როგორც აღვნიშნე, იგივე დიდი დიღომი საბურთალო ძალიან ლიდერობს. ეს ორი უბანი ისევ რჩება? რჩება, ახლა ძალიან აქტუალური გახდა კრწანისი და ორთაჭალის მიდამოები 100%-იანი ზრდა ჰქონდა დაახლოებით ჩაშანდელ წელთან შედარებით. ასეთ ინტერესი გაჩნდა ამ მიმართულებით და ბევრი ძალიან სერიოზული დეველოპერი გამოჩნდა ამ სეგმენტში, ამ ტერიტორიაზე. ჩვენ სხვათა შორის მალე ლონჩინგს გავუკეთებთ ახალ დეველოპერულ კომპანიას სწორედ ამ უბანში.
ვიცნობთ ჩვენ? ეს არის ჩვენი პარტნიორი კომპანიის Keystone Investment-ის დეველოპერული ახალი მიმართულება, რომელსაც მალე წარვადგენთ. კი ბატონო, ნინო, ვისაუბროთ ასევე ზოგადად დინამიკაზე, ფასებზე. 2025 წელი ამ მხრივ როგორ შეიძლება რომ შეჯამდეს ტურბულენტობის თვალსაზრისითაც და ფასების ნაწილშიც რას უნდა ველოდოთ კიდევ წლის ბოლომდე, ჯერ კიდევ არის. რაოდენობრივი ზრდა იყო უკვე შაშანდელ წელთან შედარებით, შაშანდელ სექტემბერთან შედარებით 13% გაზრდილი იყო რაოდენობრივი ან ტრანზაქციების რაოდენობა, ფასიც დაახლოებით 4%-მდე არის გაზრდილი, რასაც ბევრი პარამეტრი უწყობს ხელს იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონების თვითღირებულება მუდმივად იზრდება. რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს თვითონ სამშენებლო კომპონენტების ღირებულების ზრდას და სამშენებლო ინდექსს თუ შევხედავთ, იქ საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსში 10%-იანი ზრდა იყო, ანუ მნიშვნელოვნად იზრდება სამშენებლო ხარჯი და მიწის ნაკვეთების რაოდენობა მცირდება, მათი ფასი იზრდება და მოკლედ ყველა ეს კომპონენტი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამავე დროს მოთხოვნა ნამდვილად არის უძრავ ქონებაზე და ეს რაღაც გარკვეული ტურბულენტური ეტაპი მაინც გაიარა ამ ბაზარმა და უკვე რაც იყო თუნდაც გასული წლის ბოლო კვარტალიდან ძალიან ისეთ მაინც დინამიურად წავიდა პროცესები და ზრდას ისევ ფასები რამდენად გაიზარდა ერთწლიან პერიოდში და 5%-ით საშუალოდ 4. მე მგონი ვფიქრობ, რომ დაახლოებით 5%-იანი და მომავალ წელსაც ექნება. ეს რო გავასაშუალოთ, თუმცა არის ადამიანებს ყოველთვის საინტერესო საერთოდ გავაკეთო ინვესტიცია. ინვესტიციის გაკეთება ყოველთვის უფრო სარფიანია ახალ ეტაპზე, როცა არის პროექტი, საინვესტიციო ყიდველები ყოველთვის მაგ დროს ჩდებიან უფრო ხშირად, თუმცა კარგი უძრავი ქონება ყოველთვის არის, ყოველთვის ფასობს და კარგი, ესე ვთქვათ, გარიგების ნახვა ყოველთვის შესაძლებელია ბაზარზე. საინვესტიციო მიმართულებით, რომელი უბნები არის ყველაზე მოთხოვნილი და თქვენ თვითონ, როგორც მრავალწლიანი გამოცდილებთ ამ სექტორში, დღეს არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, სად ურჩევთ პოტენციურ ინვესტორებს ბინის ყიდვას? სად არის უფრო დიდი პოტენციალი, რომ კარგად ხელსაყრელფასად და ზრდადი მოთხოვნით შევძლოთ გაქირავება? მაგალითად, თუნდაც იგივე ურთაჭალაში, რომელიც ფაქტიურად ძველი თბილისის ახალი გაგრძელება გამოდის და საკამაოდ საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდა ამ ტერიტორიაზე. როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელებისთვისაც. უცხოელების და ადგილობრივებისთვის. თუმცა აი უფრო კარგი არის, როცა უყურებ ისეთ უძრავ ქონებას, რომელიც ორივე მიზნისთვის კარგად იმუშავებს. ქირის ფასზეც მინდა რომ გკითხოთ. ამ მხრივ საპირისპირო რეალობა იკვეთება დაახლოებით რა მაჩვენებლით და რა მიზეზები განაპირობებს? დაახლოებით 10%-ით შემცირდა ამ წელს იჯარის ღირებულება, ვინაიდან საკმაოდ ჭარბი იყო გაქირავების მიზნით შეძენილი უძრავი ქონების რაოდენობა ბაზარზე და ამ მხრივ აი ზუსტად იმ გასული წლის გარკვეული პოლიტიკურმა ეფექტებმა, რაც მოახდინა, რომ შემოდინება იყო და გაზრდა იყო იჯარაზე, წელს ეს დასტაბილურდა და შესაბამისად მიწოდება მოთხოვნა არეგულირებს ფასს და ეს მოცემულობა გვაქვს დღეს. თუმცა იჯარები ისევ რჩება ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს ჩვენი მოქალაქეებისთვის. კი ბატონო. ნინო, რამ ერთ-ერთი თემა მინდა რომ მოვასწროთ აუცილებლად, უპირველესად ის გამოწვევები, რაც დღეს იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე. რა არის მთავარი, რაც დგას დღის წესრიგში და რაც მათ შორის თქვენი კომპანიების, თქვენ ასე ვთქვათ, მართვაში არსებული კომპანიებისგანაც იცით და თავად თქვენც ასე ვთქვათ, პულსზე ხელი გიჭირავთ და იცით რა ხდება. კი ბატონო, ჩვენს პორტფელში ძირითადად ძლიერი დეველოპერები არიან, რომლებსაც დაფინანსება ბანკებიდან ხშირ შემთხვევაში აქვთ, ან საკმაოდ ლიკვიდური პროექტები გვაქვს. ზოგადი გამოწვევა არის ალბათ სამშენებლო ნაწილში ადამიანური რესურსი ხშირად დგება დღის წესრიგში, რომ სამშენებლო ძალის მობილიზაციის პრობლემა აქვთ ხოლმე, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. უცხოეთიდანაც იყო კადრების შემოყვანა, ჩვენ გვაქვს ახლა ეგეთი кейსები, სადაც ისევ უცხოურ კომპანიას აკრედიტებენ და აკონტრაქტებენ გადავებით კრედიტებში. ეს საბანკო დაფინანსების თემა გამოწვევა არის და შესაბამისად ეს
განაპირობებს იმას, რომ ბაზარი მსხვილდება, ფინანსებს ბანკები უფრო მსხვილ დეველოპერებს, რომლებსაც ალტერნატიული შემოსავლის წყაროები აქვთ, უკვე კარგი გამოცდილება აქვთ ბაზარზე, შესაბამისად, აი დაფინანსების თემა უკვე განაპირობებს იმას, რომ ყველა ესე მარტივად ვეღარ შედის ამ ბიზნესში. Საწყისი კაპიტალი საჭიროებაა და ასე შემდეგ. რაც თავის მხრივ გარკვეულ რისკებსაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აბალანსებს და ბაზარზე იქნებიან უფრო სტაბილური მოთამაშეები. ძირითადი გამოწვევები მაინც ეს არის. და აქვე აუცილებლად არ შემიძლია ამ კითხვის გარეშე გაგიშვათ Eagle Hills-ი, რომელიც 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარის პროექტებს განახორციელებს, სახელმწიფო შევიდა ინვესტორად 33%-იანი წილით. აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება, გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტის დეტალები არ საჯაროვდება, ბევრი კითხვის რესურს ტოვებს, ხო ეს მოცემულობა და თავის მხრივ ინტერპრეტაციებისაც, არის ზოგი უყურებს როგორც რისკად, ზოგი უყურებს რისკად მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ სახელმწიფო შედის როგორც მოთამაშე უძრავი ქონების ბაზარზე და ზოგი თავის მხრივ შესაძლებლობებით. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ძალიან კომპეტენტურად ავთვლი თავს, რომ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ინფორმაცია არ ვფლობს სრულფასოვნად იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთო, თუმცა როდესაც სამხელა მასშტაბის პროექტი იწყება ქვეყანაში, თუ ის სწორად განხორციელდება, რასაკვირველია, გარკვეული ინვესტიციები შემოიტანს და კარგი არის, თუმცა ეს არის უფრო გლობალურად პოლიტიკური ნარატივი, რომ საით მივდივართ ჩვენ როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელ ბაზრებზე ვაკეთებთ აქცენტს და რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა გვინდა ჩვენ რომ შეიძინონ და იცხოვრონ საქართველოში. ანუ აქ ხედავთ რისკებს უფრო რისკებს ორიენტაციის კურსის ეს იქნება იმ ესე ვთქვათ კომპანიის შობელი ქვეყნის მოქალაქეებზე აქტიურად დაფოკუსირებული ესე ვთქვათ გაყიდვების ნაწილი და აზიური ბაზრები და როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა განვითარებას ზოგადად საინვესტიციო კუთხით და ტურისტული მომხიბვლელობის კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რასაკვირველია კითხვის ნიშანი არის. კი ბატონო. და ნინო, ერთი წუთიც აღარ დაგვრჩა და მინდა რომ აუცილებლად გეგმები საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს საითკენ აქვს განვითარების გეზი აღებულნი და რა პროექტებს უნდა ველოდოთ თქვენგან მომავალში? ჩვენ ძალიან აქტიური 2024 გვქონდა, 25 გვქონდა უკვე, გავედით წლის ბოლო აქტიურად, შევძინეთ ახალი ოფისი, გადავედით, გავაძლიერეთ გუნდი, როგორც გითხარით, ახლა Keystone Investment-თან ერთად ვიწყებთ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ძველი თბილისის ახალი მიზიდულობის წერტილი გახდება და ეს არის ჩვენის მიზანი, რომ სწორედ ეს შევძლოთ 2025 წელს. ჩვენი ამოცანა არ არის ბევრი პროექტის მართვა, ჩვენი ამოცანა კარგი პროექტების და წარმატებული შედეგების ქონა და ალბათ რამდენიმე ახალ პროექტს, ერთ-ორ პროექტს დავიმატებთ და რაზეც მოლაპარაკების პროცესში ვართ ამჟამად. პრინციპში ასეთი პროექტებითაც დაგვამახსოვრა თავი უძრავი ქონების სააგენტომ და წარმატება. ნინო, უკვე ბევრი წელია ამტკიცებთ, რომ მართლა გახართ იმ ხარისხის სადარაჯოზე, რასაც მიყვებით და რაც პრინციპში რიცხვებშიც მე იკითხება თქვენს თუ თქვენს პარტნიორ კომპანიების მაგალითზე. მადლობა, წარმატება ნინო აბზანძე, საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად, ასეთ იყო ქალების ნარატივი ლიკა მეგუცნიშვილთან ერთად. მე მოვალ შეხვედრამდე გემშვიდობებით დროებით, თორშაბათს უკვე მარიამ იზორიას დაუთმობ ამ ეთერს.